მე მქვია დათო, ვარ 33 წლის და ვცხოვრობ თბილისში. ვარ სახლში ვარ მენეჯერი და შევზარებული. ვცდილობ ვასიამოვნო სტუმრებს და შექმნა მათთვის იდეალური კერძები, ლამაზი და გემრიელი. ჩემი სურვილია, ჩემი მიზანი არის მომავალში შევქმნა იდეალური სამზარეულო, ყველასთვის მოგებული, ყველა დინამებისთვის და გავხსნა აუცილებლად ცხოველთა თავშესაფარი. გამარჯობა, მე ვარ მარიამი, 16 წლის, ცხოვრობ თბილისში და ვარ სკოლის მოსწავლე. მე ვარ მინტანი, მე ვზრუნავ დარბაზის სისუფთავეზე და სტუმრების კომფორტზე. მინდა საზღვარგარეთ მქონდეს ბუწიკი, სადაც გავყიდი ჩემს შეკერულ და მოხაზულ კაფეებს. მიკა ბერძე 20 წლის მათემატიკა. სახლში ვარ ბარმენი და ვცდილობ განსაკუთრებული კოქტეილების შექმნას. ბარის სფეროში განვითარება და საკუთარი ბარის გახსნა. გამარჯობათ, მე ვარ დალი ჭიხარია, მაგრამ ბევრი თქვენთაგანი მიცნობს როგორც დარინას. მე ვარ ფინანსური მენეჯერი, დაახლოებით 15 წელია, რამოდენიმე კომპანიის. ამავდროულად ვარ ბარის სახლის მეპატრონე, ერთ-ერთი თანამეპატრონე. და ჩემი მიზანია ბარის სახლი იქცეს ყველასათვის საყვარელ ადგილას, ყველასათვის ნაცნობ ადგილას და თუ ადამიანს გაუჩნდება სურვილი, რომ გაატაროს სასიამოვნო საღამო, ეგრევე თავში მოვიდეს აზრი, რომ აი საწავიდე თუ არა ბარის სახლში. ვარ მარია ჩაკარავი, ცხოვრობ თბილისში და ვარ 20 წელს. ვარ მინტანი და ვზრუნავ სერვისის კომპანიაზე. ჩემი ოცნებაა, რომ ოდესმე გამიგრძელო. მე ვარ ლევან ჩერკეზია, 27 წლის, პროფესიით ჟურნალისტი და გატაცებით მსახიობი, მოყვარული მსახიობი და ცხოვრობ თბილისში, მიდირექტორად. ბარის სახლში მიმყავს სხვადასხვა კულტურული ღონისძიებები, დაბადების დღეები, წვეულებები, კორპორატიული საღამოები და ამავდროულად კიდევ პატარა-პატარა ვიდეოებსაც ვიღებ. გეგმები ბევრი მაქვს, მაგრამ განსაკუთრებული თავი მაქვს ის, რომ ოსკარი ავიღო იქ ჰოლივუდში. მე ვარ მარიშკა ჩაჩავა, ქუთაისიდან 23 წლის. ბარის სახლში ვარ მზარეული და ვცდილობ შექმნა თქვენთვის საყვარელი კერძები. ჩემი მომავლის გეგმა არის, რომ განვითარდე იმ საქმეში, რასაც ახლა მოღვაწეობ და მინდა რომ პატარა კაფეტერია გავხსნათ.